მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, შუადღემშვიდობისა ტელეკომპანია მეგატივს უყურებთ. ეს გახლავთ გადაცემა, რომელსაც ეწოდება შუადღე ქუთაისში. შეგახსენებთ, რომ ორშაბათიდან პარასკევამდე შეგიძლიათ გვიყუროთ. ჩვენი შეხვედრის დრო უცვლელია. 13 საათიდან იწყება ხოლმე ეს არაჩვეულებრივი მოცემულობა, რომელიც მე მაბედნიერებს და გონიურულია ჭუმავს, რომ იგივე აზრზე არიან ჩემი ძვირფასი სტუმრები. მადლობას გადაგიხდით ერთგულებისთვის და იმისთვის, რომ ყოველდღიურად მზარდი არის გადაცემის მაყურებელთა რაოდენობა. ისევ და ისევ გისურვებთ ბედნიერ და კარგ 2026 წელს და გადაცემის სტუმარს წარმოგიდგენთ, რომელიც ჩვენი სივრცისთვის საერთოდ არ არის უცხო, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი, პროფესორი ლაშა დეისაძე შარვაშიძე. გეტყვით, რომ საინტერესო რუბრიკა წამოვიწყოთ ყოველ მეორე 4 შაბათს, თუ კი ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნება, შეიძლება დღეს შეიცვალოს, მაგრამ მიზნები არის ის, რომ ამაღლდეს ჩვენი ცნობიერება, რაშიც უდიდესი წვლილი შეაქვს ლაშას, რომელიც ამჯერადაც სტუმრად იმყოფება სტუდიაში. ლაშა, გამარჯობა, როგორ ხარ? მოგესალმები, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, მოგიკითხავთ დიდი პატივისცემით. მიუხედავად ამინდისა, ჩვენთან ყოველთვის დარია, გარეთ თუ ავდარია, ჩვენთან ყოველთვის დარი არის და ეს დარი განპირობებული არის პირველ რიგში ამ გარემოთი, ამ სიტუაციით, რომელიც თქვენს ტელევიზიაში, თქვენს სტუდიასა და გადაცემაშია შექმნილი და კიდევ ერთხელ მოგიკითხავთ თქვენ და უკვე ჩვენს ტელემაყურებლებს დიდი პატივისცემითა და გულითადი სურვილებით. ლაშა, მადლობა, რომ გვეწვიე ვაგრძელებთ აი ამ თანამშრომლობას და მეგობრობას. დიდი სიამოვნებით, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა, დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენ ჩამოვიტოვეთ ნათლისღების დღესასწაული, თუმცა, რა თქმა უნდა, არ გვეპატიებოდა, თუ კი არ შევეხებოდით ნათლისღებას, იმ მთელ დეტალებსა და ნიუანსებს, რაც ამ დღესთან არის დაკავშირებული, ალბათ ბევრი მითიც არსებობს და ჩვენ უნდა შეგვეცდოთ სხვა ინფორმაციაში გავმოჩნოთ, რა შეესაბამება სიმართლეს, რა არ შეესაბამება სიმართლეს, სად შეიძლება ვიყოთ დეზინფორმაციის მსხვერპლი, რომ გავხდეთ უკეთესი მოქალაქეები და კიდევ უფრო დავმეგობრდეთ ღმერთს. მაშასე გილოცავ ამჯერად უკვე ეთერში ნათლისღების დღესასწაულს და ეთერს მოგქონდა ესეთი არითმეტიკული მეთოდებს მიმართეთ 14 ადამიანი, ბავშვი არ ვიცი ხა ასე ყოფილად, მაგრამ ბავშვი ასოცირდება ხო მაინც? ნათლია ბრძანდები თავად? დიახ, 14 ნათლული მყავს მე თვითონ, მაგრამ აქ რაოდენობაში არ არის მაინდა-მაინც მნიშვნელობა ზოგადად, არა მხოლოდ ჩემს შემთხვევაში, ზოგადად ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში, უფრო რამდენად ხარისხიანად ვარ. მე პირადად ვერ ვიტყვი ჩემ თავზე, რომ კარგი ნათლია ვარ, გამიჭირდება ამის თქვა. ჩემო ნათლმა შეაფასონ, მე ვერ ვიტყვი მაინც. ვცდილობ, რა გამომდის ღმერთმა იცის პირველ რიგში. ეგ ხო იცის ვამბობ ხოლმე მე მაგას. ჩემი სიტყვები არ არის ეგ ზოგადად, მაგრამ მაინც ადამიანზე სამი სახის შეხედულება არსებობს. ის რას ფიქრობს ღმერთი მასე, ადამიანი რას ფიქრობს საკუთარ თავზე და სხვა ადამიანები რას ფიქრობენ საკუთარ თავზე. ეს კონკრეტულ ადამიანზე და შენ რას ფიქრობს შენ თავზე და სხვა რას ფიქრობს შენზე, ბოლომდე ობიექტური ვერავის ვერ იქნება შეფასებებში, ხო? ან შენ იქნები გადაჭარბებული, ან სხვა. ასე რომ ღმერთს ვივანდოთ ის რეალური და ობიექტური შეფასება ჩვენი თავების, როგორები ვართ ჩვენ. ლაშა, პრაქტიკიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე ცოტა გადაუხვიოთ თქვენს ხომ, იმიტომ მოგწონთ აქ მოსვლა, რომ რაღაც ლავირებს ვაკეთებთ ხოლმე თემებში. იმაზე ფიქრი, რომ საზოგადოება და გარშემოყოფები რა სიტყვიან ხოლმე ჩვენზე, ხშირ შემთხვევაში ღმერთთან ხო არ გვაცილებს ხოლმე. იმიტომ რომ ღმერთის შეფასების კრიტერიუმები რამდენიც ის კითხვამს, რომ სხვანაირია. დიახ, გარშემოყოფები რა სიტყვიან ჩვენზე, ეს მომენტი ერთი მხრივ გასათვალისწინებელი არის, ოღონდ ნახეთ, ეს რაღაცა არ უნდა იყოს ფართო, წრერო, აი რაღაცა მასობრივად არ უნდა იყოს ეს ჩვენ ინტერესის სფერო. ჩვენზე რა სიტყვიან ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთვის არიან უახლოესები, აქედან უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ იმ სოციუმთან რომელთანაც შემაქვს ურთიერთობა, აქ ეს არის მშობლები, ოჯახის წევრები, მეგობრები თუ სხვები, იმათთან როგორები ვართ პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ჩვენი უახლოესი ადამიანებით ვუკავშირდებით მერე დანარჩენ საზოგადოებას. როგორებიც ვართ მათთან, მერე უკვე ასეთები გავიქნებით საზოგადოების სხვანაირად, იმიტომ რომ როგორც ზოგადად ივანე ღვთისმეტყველი ამბობს, შენ თუ შენი ძმა არ გიყვარსო, რომელსაც ხედავო, ღმერთი როგორ გიყვარს, რომელსაც ვერ ხედავო და ეცოტაა რომ გადავიტანოთ ახლა ღმერთიდან, რომ თუ შენ პატივს არცემ შენ უახლოეს ადამიანებს და მათთვის არ ახარ დადებითი, მაშინ საზოგადოებისთვის ვერ იქნები და შესაბამისად იქ რა ხდება შენ სირგლივ, ეს არის პირველ რიგში გასათვალისწინებელი. და ჩვენ სირგლივად ვიგემებთ ხოლმე იმედგაცრუებებს. რა თქმა უნდა, ეს ადამიანური მომენტია და ეცით რა არის. რას ფიქრობენ ჩვენზე ცოტა ფართოდ რო გავალცხები, ეს ადამიანს აშორებს ღმერთთან, გარკვეულწილად და არა მარტო ღმერთთან, შეიძლება ამან ადამიანის საკუთარ თავსაც დააშოროს. ხვდებით, ანუ იქ წავიდეს უკვე რაღაც მცდელობები ადამიანებმა მოირგონ ნიღაბი და ასე შემდეგ. ზოგჯერ რაღაცა პატარა თხელ ნიღაბს ბევრი ადამიანი ატარებს და რაღაც სიტუაციებში ეს
სუბიექტურად ზოგჯერ ხდება ამის გამოყენება, მაგრამ უკვე მოდესაც მასობრივად ხდება გადართვა იმაზე, რომ აი ხალხი რას ფიქრობს, ჩემზე აქ უკვე რაღაცა დიდი სქელი მეტალის ნიღაბი ხდება, მოსარგები და უკვე ძალიან იკარგება ადამიანის პიროვნულობა. ანუ ეს მომენტი გვაშორებს ღმერთსაც, გვაშორებს საკუთარ თავსაც. და საკუთარ თავთან დაშორება ის, როდესაც ვერ ესე რომ ვთქვათ, ახორციელებ იმას, დადებითი კუთხით ამობ იმ მიზნებს თუნდაც, ანუ ვერ რეალიზდები ის, ვინც ხარ რეალურად, რა პოტენციალი ჩვენში არის რეალურად. ანუ შეიძლება ისე გავლიოთ ეს წუთისოფელი, რომ საკუთარი მე ვერ რა თქმა უნდა, შეიძლება ადამიანი ისე წავიდეს ამ ქვეყნიდან, საკუთარი თავი ვერ შეიცნოს. და ის ადამიანი, რომელიც საკუთარი თავის შეცნობაზე თვით შეფასებას ემყარება, ის ადამიანი ბოლომდე ვერ შეიცნობს თავის თავს. თვით შეფასება საკუთარი თავის შეცნობისას მაინდა-მაინც გამოსადეგი არ არის და ეს ცხოვრებისეულად ბევრჯერ დამტკიცებული არის. ლაშა დავბრუნდეთ ისევ ნათლისღებას. ბრძანე რომ მე არ ვიცი როგორი ნათლია ვარ, არო კარგი ნათლია ვარ თუ არა. ანუ არსებობს ცნება კარგი ნათლია და კარგი ნათლია არის ის, ვინც კარგად მოვალეობის შესრულება. ხო რა არის ეს მოვალეობები, რა გვაშინებს ხოლმე ადამიანს. ნათლისღების დღესაც უბრალოდ ნათლისღების მნიშვნელობა ვთქვათ, ჯერ რა არის ნათლისღება. ნათლისღების დღესასწაულის პირველი და რეალური სახელი არის ღვთის განცხადება. განცხადება ღვთისა. ნათლისღება შემდეგ მას ეწოდა უკვე შემდგომ, ეს უფრო ხალხურ დონეზეა, თუმცა საეკლესიო კალენდარში ასეც არის უკვე შეტანილი. ანუ რატო ღვთის განცხადება? იმიტომ რომ ამ დღეს, ანუ უფლის ნათლისღებისას სამყაროს განეცხადა ღმერთის სამპიროვნება. ანუ თვითონ იესო ქრისტე ხო განეცხადა როგორც განკაცებული ღმერთი, მაგრამ ამასთანავე განეცხადა რომ ღმერთი არის სამპიროვანი. ანუ ბიბლიაში ძველ აღთქმაში არის მინიშნება იმაზე, მინიშნება არა, კაფიოდ არის, ესე ვთქვათ, ჩაწერილი იმაზე, რომ ღმერთი არ არის ერთპიროვანი. აი, როდესაც სამყაროს შექმნისას ღმერთი ქმნის ადამიანს, იქ არის ასეთი სიტყვები ღმერთის მიერ თავის თავზე ნათქვამი, რომ ქმნათ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენისა. ანუ ჩვენი აქ არის მრავლობით პირში, ხო, მრავლობით რიცხვში ჩაყენებული და ესე იგი აქედან ჩანს, რომ ღმერთი ერთპიროვანი არ არის, მაგრამ რამდენ პიროვანია იქ არ ჩანს ზუსტი ციფრი, ესე იგი ღმერთის პირებისა. აი სწორედ ამის განცხადება მოხდა უფლის ნათლისღების დროს. როდესაც ძეღმერთმა ნათელი იღო, მამა ღმერთის ხმა გაისმა ზეციდან და სულიწმიდა ღმერთი ტრედის სახით გარდამოვიდა ზეციდან. აი სწორედ ამიტომ ეწოდება ამ დღესასწაულს პირველ ყოვლისა, რომ ეს არის განცხადება ღვთისა და ამის შემდგომ არის ნათლისღება უფლისა. ასევე ამ დღეს დაიწყო უფალმა თავისი ამ ქვეყნიური მისიის აღსრულება. ის ანუ რისთვისაც განკაცდა, რისთვისაც იშვა, ამ დღეს განეცხადა ის კაცობრიობას, რომ აი აქედან დაიწყო. და ეს მომენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ საერთოდ ჩვენ ბევრჯერ გვითხოვს, რომ მაცხოვრისგან ყველანაირი ქმედება არის გაკეთებული, ყველანაირი ქმედება არის ჩადენილი ადამიანებისთვის, ჩვენთვის. მას არაფერი არ ჭირდება, ის თვითკმარია, ყოვლადკმარია და ანუ ყველაფერი რაც ანუ მისი შოუბაც, მისი განკაცებაც, ყველაფერი ნათლისღება, ჯვარცმა, აღდგომა, ამაღლება, ყველაფერი არის გაკეთებული ჩვენთვის, ადამიანებისთვის და აი ნათლისღების მომენტიც ეს არის, რომ მან ჩვენთვის ნათელი ყო, ანუ ჩვენ როდესაც ვინათლებით ადამიანები, ვინათლებით ჩვენთვის, ხო? ჩვენ უნდა გავხდეთ ღვთისმშობლობის პატივის მიმღებნი და ამიტომ ვინათლებით. ის თვითონ ღმერთია, განკაცებული ღმერთი, აბა ისთვის მოინათლეთ ჩვენთვის, ანუ მისი ნათლობაც კი ჩვენ ისევე როგორც ცოტა ხნის წინ იყო შობა და მისი დაბადებაც ჩვენთვის დაიბადა ის. აი მისი ნათლობაც ჩვენთვის მოხდა, ჩვენთვის მოინათლა, იმიტომ რომ ამით რა გითხრა, რომ აი ეს არის კარი, რომლითაც თქვენ უნდა დაბრუნდეთ ღვთის წიაღში და აი როდესაც ადამიანი იქმნებოდა, შექმნა ღმერთმა, პირველი ადამიანი კაცი, ადამი, შემდეგ უკვე მისი ნეკლისგან უკვე დედაკაცი ევა შეიქმნა, ანუ პირველი ადამიანები, პირველ ადამიანს მიეცა ღმერთისაგან ღვთის ხატება და მსგავსება. ანუ ეს ჩაიდო მაშინ, რომ ის არის როგორც გითხარით ბიბლიაშიც არის ხო ღვთის სიტყვები, ვქნათ კაცი ხატა და მსგავსად ჩვენიც. აქ კაცი ამ შემთხვევაში არ არის მამაკაცის მნიშვნელობით. კაცი აქ ადამიანის მნიშვნელობით არის, იმიტომ რომ ძველ ქართულშიც იმიტომ მამაკაცი, დედაკაცი, რომ კაცი ეს არის ადამიანი ამ შემთხვევაში და ჩაიდო ღვთის ხატება და მსგავსება, მაგრამ მე პირველქმნილი ცოდვის შედეგად ადამიანმა დაკარგა ღვთის მსგავსება. ისა ბოდიში, დიახ, ხო, ღვთის მსგავსება დაკარგა, ხატება დარჩა, ხატება ხელუხლებელი არის. თუმცა ეს ღვთის მსგავსების აღდგენის პოტენციალი
ღმერთმა დაუტოვა ადამიანს და ეს აღდგენის პოტენციალი ჩვენ მოგვეცა შანსი იმით რომ აცხოვარი განკაცდა და ღვთის მსგავსება რო აღდგეს ჩვენში ამის დასაწყისი არის სწორედ ჩვენი ნათლობა ანუ ეს ნათლობა თუ არა ჩვენში ღვთის ხატება ვერ ღვთის მსგავსება ხატება დარჩა ღვთის მსგავსება ვერ აღდგება ანუ ღმერთს რომ მიემსგავსო ეს ხო არის პირდაპირ სახარებაში წერია რომ უფალი ამბობს იყავით ისეთი სრულყოფილები როგორც თქვენი ზეციენ მამა სრულყოფილი ხო ეს სრულყოფილი ჩვენ არასდროს ვერ ვიქნებით ბევრჯერ გვითხრათ მაგრამ აქ რაზეა საუბარი დაუსრულებელ ცდაზე აი ეს ცდაც რო დაიწყო და ამ ცდისთვის რომ მადლი მოგეცეს აი ამ მადლის მოცემისთვის არის ნათლობა. ანუ სანმე რო შედიხარ, კარი თუ არ გაიარი ხო არ შეხო. რაღაც თუდას ფაჟრიდან შედი, მაგრამ რაღაცინა ხო უნდა შეხვიდე, რაღაც სივრცე ხო არის აიდანაჭი. ყველა მეთოდი შესასვლელად ხო არ არის გამართლებული. ახლა ხო იცით, საერთოდ გადავხვევთ და რაც უკვე ცოტა აზრზე მოვედი, ანუ სკოლის ასაკიდან დღევანდ სულ რეფორმები არის ამ ქვეყანაში. სულ ყველანაირი რეფორმები ჩვენ შეგვეხო და ჩვენ დროს შეეხო და რა ვიცი ისეთი რეფორმები მიმდინარეობდა ადრეს და დღესაც არ არის გამორიცხული შეიძლება გითხრან რეფორმა ბატონო ახლა კარიდან კი არა ფანჯიდან უნდა შეხვიდეთ ესეთი რეფორმა გვაქვს ანუ გამორიცხული არაფერი შეიძლება ესეც დაექვემდებაროს რეფორმას ეს კარგით დავიწყეთ ნათლობით ეს პირველი შანსია შანსი არა კარი ხო კარი შანსი რა აბუწოდეთ შანსს უკვე ეს გაძლევს ხო გვაძლევს შანსს რომ გავაღოთ ის კარი მაგრამ შემდეგ როგორ ვითარდება ბოლომდები ამას ხო აი ნახეთ ჩვენ მოვინათლეთ და ყველაფერი რიგზია აი ნახეთ აი ნახეთ ანუ ესე რომ ვთქვათ შენ ამით გეძლევა უფლება რომ იცხოვრო ანუ უფლება გეძლევა რომ ცხონდე მაგრამ ეს არ არის გარანტირებული აი მადლს რომელიც ნათლისღებისას მიეცემა ადამიანს სულიწმიდის მადლი სხვა შორის ნათლობისას თანავე ასევე მეორე საიდუმლო სრულდება ადამიანს ეს არის მირონცხების საიდუმლო ანუ ეს ბევრმა არ იცის გონიათ რომ მირონცხება ნათლისღების შემადგენელი არა ნათლისღება სხვა საიდუმლო მირონცხება სხვა საიდუმლო არის ეს როდესაც მიეცემა ნათლისღების მადლი ადამიანს სულიწმიდის ბეჭდით ის აღიბეჭდება ის წმინდა მირონით მას ეძლევა მადლი თუმცა ეს მადლი ადამიანმა შეიძლება თავის თავში თვითონ განავითაროს ანუ უფრო თვითონ ესე რა თქოს შეამციროს ანუ ნახეთ საერთო მადლი კი არის ზომება მადლი არის ზომება მადლი არის დიდი არის პატარა მადლი ერთი არის განუზომელია ღვთის მადლია ის მაგრამ აი შენ თავში საკუთარ თავში რამდენად ხარ მიმღებელი რამდენად ხარ მისი დამტევნელი რამდენად მას შენში მხოლოდ შენში განავითარებ ეს უკვე შენზეა დამოკიდებული ანუ ნახეთ ღმერთს ადამიანის ცხონება ყოველთვის უნდა არავის წარწმუნდა არ უნდა ღმერთს აი მეორე პირობა ხდება ამის ან დამადასტურებელი ან დამაბრკოლებელი რომ ადამიანს რამდენად უნდა ეს შეიძლება გინდა მაგრამ სათანადოდ არ ცხოვრობს მხოლოდ სურვილი არ კმარა შენ ესე იგი ნახეთ გინდა დადებითი შედეგი მაგრამ უარყოფითად ცხოვრობ უარყოფითი ცხოვრება დადებითი შედეგს ვერ მოგიტანს ასე რომ ის მადლი რომელიც ნათლისღებისას და მირონცხებისას ადამიანს ეძლევა ჩვენ თავში უნდა ვიყოთ მისი მიმღებლები დამტევნლები და საკუთარ თავში განმავითარებლები თორემ ის თავისთავად არ გვაცხონებს რა თქმა უნდა ის მაცხონებელია მაგრამ ნახეთ ღმერთმა როდესაც მის ადამიანს თავისუფალი ნება ამით ერთ-ერთი მთავარი გამოხატულება სწორედ ის რომ ჩვენ ვართ ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი სწორედ ჩვენს თავისუფალ ნებაში ანუ ღმერთს ხო ნება აქვს ჩვენი ნება რა თქმა უნდა იმ მასშტაბის არ არის რა ხელად არის ღვთის ნება მაგრამ ეს არის ერთ-ერთი გამოხატულება რომ ჩვენ თავისუფალ ნება გვაქვს აი თუ შემდეგ შენ თავისუფალ ნებაში ღმერთი ჩაერია მე ეს უკვე ხდება რა იცით რომ რაც ღმერთმა მოგცა ესე იგი იმას ხელყოფს არა რა თქმა უნდა იმიტომ რომ ნახე ღმერთის ქმედება არასდროს არ არის შემნანევლობით ანუ რას გულისხმობ ღმერთის საქციელი არასდროს ქმედება არასდროს არ არის ისა რა ქვიან უარყოფითი რა კუთხით არასდროს არ შეინანებს ის იმიტომ რომ შეცდომილი არასდროს არ არის იმან თავისუფალება მოგცა შენ იმ თავისუფლებაში არ ჩაერევა იმიტომ რომ მისი მოცემულია და უკან არ წაიღებს თავისუფლებას აი ჩვენი თავისუფალი ნება ხდება უკვე და გვერევა ხოლმე ხო შემდეგ ეს თავისუფალი ნიცით რა ყოველ რამეს აბრალებენ აი ისა ღმერთმა ასე არა დაშვება არის თავისუფალ შორის ღვთის დაშვება ყოველთვის არის მაგრამ აი რაღაც ხანდახან ღმერთს გვინდა ხოლმე ავკიდოთ რაღაც ისეთები ჭყალებში ცოტა სიტყვა მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი საქციელი ასე შეფასდება რომ რომელიც ნამდვილად არ არის ღმერთისგან მომდინარე არსებობს საერთოდ ორი მომენტი ხო ღვთის განგებულება შედგება ორი სხვადასხვა მომენტი ეს არის ღვთის ნება ღვთის დაშვება ღვთის ნება ყოველთვის დადებითია აბსოლუტურად რაც ხდება დადებითი ის ღვთის ნება აი რაც ხდება უარყოფით ის ღვთის ნება არ არის არასდროს ეს არ არის ღმერთის ნება ღვთის დაშვება რას ნიშნავს დაუშვა რომ მოხდეს ლაშა იმასაც ამბობდი რომ ეშმაკები ცოცოდვაო ჩვენს ხელში იმიტომ რომ ხან ვეცვაბრალებ ყველაფერს ხან ეშმაკი ვართ და ეშმაკი ანუ ბოროტი ძალა იგივე ბოროტი ძალა რა თქმა უნდა ადამიანს ზემოქმედებს
ბოროტი ძალა ძალიან ზემო, აი მეც იგრძნია ჩემს ცხოვრებაში, რომ რაღაც გამიკეთებია ისეთი, რომ მე დავფიქრებულ ვარ, რომ ეს რატო გავაკეთე, აი რამ გამოიწვია და ვერ მივსულ ვარ იმ რეალურ მიზეზამდე, ის გამოც ეს გავაკეთე და მე მიფიქრია, რომ ალბათ ეს ბოროტი ძალა ხამტო რომ ახსნას რო ვერ უპოვი. მაგრამ ნახეთ ის ბოროტი ძალა როცა რაიმეს გთავაზობს კი შემოთავაზება ხდება იქ, ზემოქმედება ხდება გონებრივი კუთხით და არ მარტო გონებრივი, შეიძლება იმ ბოროტმა ძალამ შენ ცხოვრებაში ირგვლივ ადამიანები გამოიყენოს ამისთვის. ვიღაც აღძრას რაღაც იმ საქმისთვის, რომ იმ შემდეგი საქმე შენ ვთქვათ, ცოტა ის ტექნიკურად გაკეთებინოს, მაგრამ საბოლოო დამაბკოლებელი ან დამადასტურებელი ხდები შენ. ანუ შენ ან ეთანხმები ან არ ეთანხმები. გადაწყვეტილებას იღებს საკუთარ თავზე ადამიანი, ხო? მე ერთხელ მოვუყევი კიდევ თქვენ ათონის თაზე მოხდა ეგეთი ამბავი, რომ ისა მარხვაში ათონის თაზე ერთ-ერთ მონასტერში ბერსუნიეცა შემწვარი კვერცხის და გაუცდა რომ ეხა კვერცხს ვინ წვავსო ამ მარხვაში აქო და დაინახა რომ მისი მორჩილი დგას სანთელზე უკავია ხელში კოვზი, მეტალის კოვზი, ზედ დასხმული არის კვერცხი და ესე სანთელზე წვავს კოვზით კვერცხს. და გაუცდა ეს ვერი და ეს მორჩილიც ეხა შეწუხდა და მამაო მაპატიეო ეშმაკმა შემაცდინაო და ამ დროს ეშმაკი ხილულად გამოჩნდება და ამბერს ეუნება რომ არ დაუჯერო მეც პირველად ხედავ ეგეთ რამესო. ანუ ის ეშმაკიც გაუცდა იმაზე რომ კვერცხი როგორ შეიძლება შეიწვას სანთლისალზე კოვზით, ხო? ეს პატერიკია, მაგრამ ძალიან ესე რომ ვთქვა ცხოვრებისეულ მომენტთან ძალიან ახლო დგას. ჩვენ გვიყვარს ჩვევია ხებზე გადაბრალები. არა მარტო ღმერთზე და ბოროტ-ძალაზე, ადამიანებსაც ვაბრალებთ. აი იცი რა, მან მიბიძ, გიბიძგა, მაგრამ შენ სად ქონდა შენი გონება, შენი გადაწყვეტილების უნარი და ასე რომ საკუთარ თავზე თუ ვიმუშავებ, ისე როგორც მაგალითად დილით რო სკოლა იწყება, ან უნივერსიტეტი იწყება. ხა სკოლაში და უნივერსიტეტში არის უამრავი სტუდენტი ან მოსწავლე, ხო? ერთმანეთს დილით ხო არ უარავინ ურეკავს. აბა ჩაიცვი ხა ხელპირი დაიბაინა წამ. არა, ყველა თავის თავს ხედავს, თავის თავს მოულის, მივა და იქ უკვე სიტუაცია შემდგარი. ესეა ცხოვრებაში. ყველამ თავის თავს რომ იხედოს, ყველამ რომ თავის თავს მოუაროს, ცხოვრებისეული მდგომარეობა შედგება და გაცილებით უკეთესი იქნება. და ბევრი დროც არ დაგვრჩება, სხვებს ცუდი კომენტარი დავწეროთ. კი, სოციალური ქსელი ხო საერთოდ. სოციალურ ქსელმა საერთოდ რიტუალი რას გულისხმობს თავის თავში? განბანვის რიტუალი, რაც ნათლისღების. არა, ეს არის თაფლა, ხო? ან თაფლან წყალდასხმა. ანუ ნახეთ, ნათლისღებისას უფალმა გაწმინდა წყლის ბუნება. მან მოგეხსენება მდინარე იორდანეში იყო ნათელი და წყლის ბუნება გაწმინდა და წყალს მისცა მან მადლი, რომ ნათლისღებისას ამით გამოიხატოს ხილულად ძველი კაცის წარხოცვა და ახალი ადამიანის დაბადება. ანუ ნათლისღებისას რა სახის არ უნდა იყოს ადამიანი, პატარა, ბავშვი, ჩვილი თუ ზრდასრული, ნებისმიერ შემთხვევაში იბადება ახალი ადამიანი. ანუ ახალი ადამიანი რატო იბადება? იმიტომ რომ ღვთისმშობლობის პატივს იღებს ადამიანი, ხო? აქედან გამომდინარე სულიერად იბადება ახალი ადამიანი და აი სწორედ ეს წყლის მოქმედება არის ეს რომ ის ძველი კაცის მდგომარეობას წარხოცავს წყალი. და ღვთის მადლით, საღვთო მადლის მოქმედებით უკვე იბადება სულიერად ახალი ადამიანი. აი როდესაც ხდება წყალკურთხევა, ეს დიდი აიაზმა, მცირე აიაზმა, ეს რომელიც წესს არ უნდა იყოს ეს კურთხევის სანახეთ, იქ განმეორებით კი არ ხდება ხელახლა იმ წყლის კურთხევა, არამედ ის წყალი, რომელიც კონკრეტულ დროს იკურთხება, ნათლისღებას თუ სხვა დროს, უერთდება იმ წყალს, რომელიც თითქმის 2000 წლის წინ უფალმა იორდანეში აკურთხა. ანუ ეხლა ხო იკურთხება ყოველ წელს ნათლისღებას დიდი აიაზმის წესი წყალი. ეს ახალი წყალი, ანუ ნახეთ, ის კი არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს ახლა იკურთხა, ეს სხვა წყალია. კი ახლა იკურთხა, მაგრამ ის კურთხევა ახლა კი არ შეიქმნა, არამედ შეუერთდა იმას, რომელ წყალშიც უფალი ჩავიდა იორდანეში. ანუ იორდანის მადლს უერთდება. ხვდებით? ეს საერთოდ ნებისმიერი კურთხევა უნდა წარმოვიდგინოთ ჩვენ ასე, რომ ახლა კი არის კურთხევა ის. მისი კურთხევა ხდება ხილულად, მაგრამ უერთდება იმ პირველს. ის პირველი რა იყო? უფლის მიერ იორდანეში ჩასვლა და იქ წყლის ბუნების გაწმენდა. ანუ ნახე და კიდე უფლის ნათლისღება რითი არის განსაკუთრებული ჩვენი ნათლობისგან განსხვავებით, რომ ესე იგი, როდესაც ჩვენ ვინათლებით ადამიანები, იქ წყალი გვწმინდავს ჩვენ და უფალმა წყალი გაწმინდა თვითონ ნათლისღებისას. ანუ თავის ნათლისღებისას უფალმა გაწმინდა წყალი და მიანიჭა მას მადლი და იმ უფლის მიერ გაწმენდილი წყლით უკვე ჩვენ ვიწმინდებით ნათლისღების, როდესაც ხდება თითოეული ჩვენგანის ნათლობა. კარგით, ჩვენ
90-იანების ბავშვები ვართ ალბათ კიდევ უფრო იქამდე პერიოდში სხვაგვარად ხდებოდა რაღაცები და არასწორი ინფორმაციები ვრცელდებოდა. მეც მსმენი ესეთი ბავშვებიდან რომ რაღაც კონკრეტულ ასაკამდე და რაღაც თუ ოჯახში ყველა გვაშორეს ხო მერთვა რაღაც ტრაგედია დატრიალდებოდა უნდა მოესწროს ბავშვის ხო ანუ ეს მითები რომელიც გავრცელებულია რა შეესაბამება სიმართლეს და რას ვაკეთებთ ასე მანკიერად. საერთოდ საბჭოთა პერიოდმა მეორე მანკიერება შემოიტანა საეკლესიო ცხოვრებაში. დაავიწყა ადამიანებს რეალობა, მე ნახეთ ეკლესიას მაშინ არ ქონდაო შესაძლებლობა სრულფასოვნად განეხორციელებია თავისი ფუნქცია, იმიტომ რომ ხელისუფლება პირდაპირ ზემოქმედებდა მაშინ ამაზე. და ამიტომ ადამიანებს რწმენა ვერ დაავიწყეს, თუმცა სამწუხაროდ აი ამ მდგომარეობის გამო რომ ეკლესია სრულფასოვნად ვერ ახორციელებდა თავის სამოციქულო მოღვაწეობას ხალხში, ადამიანების რწმენა გარდაისახა, ასე რომ ვთქვათ, შეიცვალა რაღაც არასწორი დამახინჯებული წესებით. ის რწმენა დარჩა, მაგრამ იმ რწმენას სწორი მიმართულების, მართებული მიმართულების მიცემი რო არ ყავდა, გარდაისახა უკვე რაღაც სულ რწმენებში, წარმოსახვებში და ასე შემდეგ. მათ შორის ერთ-ერთი არის ეს რაც თქვენ ახლა ბრძანეთ როდესაც თუ გარდაიცვლებოდა ოჯახის წევრი და ვინმე მოუნათლავ იყო, მაშინ ნათლავდნენ. ეს არის ჩემი აზრით ნათლობის საიდუმლოს, ჩემი აზრით ზოგადად ეს ნათლობის საიდუმლოს სათანადოდ ვერ დაფასება, იმიტომ რომ ის სიხარული, რომელიც არის დაკავშირებული ნათლის ღებასთან, უნდა იყოს გამორჩეული, განსაკუთრებული ოჯახში. ეს არის დღესასწაულია, ზეიმი უნდა იყოს ოჯახში და ამ დროს, როდესაც ამას ამთხოვენ გარდაცვალებას, ანუ ოჯახში არის ჭირი, არის ჭირი აკუთხე, ანუ არის გლოვა ოჯახში, ხო? გლოვა არის ოჯახში და ამ დროს ამას ამთხოვენ, ეს არასწორი არის. რა თქმა უნდა, ნათლისღების საიდუმლო შესრულება ყოველთვის შეიძლება, არ არის პრობლემა, მას არ აბკოლებს რა, არანაირი გარემოება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ შესაძლებლობის და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ ადგილას შეიძლება ნათლისღების შესრულება, მაგრამ მაინც ეს არის სათანადოდ დაუფასებლობა, რომ როცა არის გლოვა, გლოვას აქვს თავისი ადგილი და არ შეიძლება ამხელა ზეიმი, აი ამხელა დღესასწაული, როდესაც შენი ოჯახის წევრი უერთდება ღვთისმშობლობის პატივს და ემთხვეს გლოვას. ეს არის აბსოლუტურად ანომალია და მე მგონი ბოლო წლებში ეს გასწორებულია. მე აღარც იშვიათად ესეთი მუკითხავთ, ჩემთვის უკითხავთ მაგალითად, რომ ასეთი სიტუაცია და რა ვქნა და მე ყოველთვის ვურჩევ, რომ არა, მინიმუმ გარდაცვლის 40 გავიდეს და შემდეგ შეგიძლიათ ეს შეასრულოთ, იმიტომ რომ გლოვას უნდა ამთხოვთ დიდ ზეიმს. თორე აქ უკვე იკარგება, ფერმკრთალდება ის ზეიმი, რაც ნათლობას უნდა ახდეს თან. როგორ უნდა შევარჩიოთ ნათლია? ეს საკმაოდ რთული საკითხია. ხო. ვიღაცებისთვის სხვადასხვა კრიტერიუმია, ხო, რაღაც ფინანსური კეთილდღეობა, გავლენები უნდა კონდეს საზოგადოებაში. დღეს თანამედროვე ეპოქაში 21 საუკუნეში ნათლის სულიერი მხარე რწმენა და ეს უნიშნელოვანესი დეტალები რამდენად არის გათვალისწინებული, როგორ ფიქრობ ლაშა? იყო დრო, როდესაც აიგივე საბჭოთა პერიოდში ნათლიას არჩევდნენ სოციალური სტატუსით, ფინანსური მდგომარეობით და ასე შემდეგ. ეს დრო წავიდა. არა, წავიდა ძალიან სწორადაც. ეს იყო შეცდომა. მიმრქმელობა ქვია ამას, ნათლიას არა საეკლესიო, არა ოფიციალური სახელი, ეს არის სამდეში მიმრქმელი და შემდეგ უკვე ნათლიდან გამომდინარე, ნათელიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ნათლისღებასთან დაკავშირებული არის ნათელი, თვითონ სიტყვაც აქედან მოდის, უკვე ადამიანებმა უწოდეს მას ნათლია. ეხლა როგორ უნდა შევარჩიოთ? პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ადამიანმა თვითონ უნდა, როდესაც მას მიმრქმელობას ან ნათლიობას შესთავაზებენ, თვითონ უნდა გაიაზროს რა პასუხისმგებლობასთან ექნება საქმე. და აქედან გამომდინარე, თუ ის იფიქრებს, რომ მე ამას ვერ შევასრულებ სათანადოდ, ვერ შევძლებ ამას, მას სრულიად შეუძლია უფლება აქვს, რომ უარი, რა თქმა უნდა შეუძლია, ეს არც ცოდვა, არც პრობლემა და არც საწყენი არ უნდა იყოს არავისთვის. პირიქით, ასეთი ადამიანი დასაფასებელია, რომ მან გაიაზრა, გაისიგრძეგანა და არ დააღალატა ის ადამიანი, ვინც ეს თხოვა და ამით უთხრა, რომ მე ვერ შევძლებ ამას სათანადო დასრულებას და მე არ მინდა რომ შენ გულდაწყვეტილი დარჩე, ხო? და ასე რომ ასეთი ადამიანი დასაფასებელია ნამდვილად თავის სიმდაბლიდან და გააზრების უნარიდან გამომდინარე. როდესაც ადამიანი ანუ პირველ რიგში თქო უნდა ძალიან კარგი იქნება, როდესაც მიმრქმელ ნათლიას ირჩევენ, ის იყოს მორწმუნე, ცხოვრობდეს ეკლესიურად, სარწმუნოებრივი ცხოვრებით და თვითონ კონდეს გააზრებული პირველ რიგში ნიშნულობა იმისა რა. აი, ბევრია შემთხვევა, როცა ნათლობა ხდება
და ნათლია მარიცის მრწამსი, ანუ სარწმუნოების სიმბოლო. ეხლა როცა ადამიანმა მარიცის მრწამსი სარწმუნოების სიმბოლო ნათლია დგება, ესეც უკვე პრობლემურია. საერთოდ მრწამსი უნდა თქვას მოსანათლმა ადამიანმა ნათლობისას, მაგრამ როდესაც პატარა ბავშვია და ვერ ამბობს, ამ შემთხვევაში უკვე უნდა თქვას ის ნათლიამ. როდესაც უკვე ნათლიამ არ იცის მრწამსი და ვერ ამბობს და მაშინ მას წაიკითხოს თუ არა და მე უკვე მღვდელი ნათლობის აღმსრულებელი მღვდელი ხდება ესე რომ თქვა იძულებული თვითონ წარმოთქვას ეს მრწამსი. ანუ აქედანაც კი ჩანს უკვე ის სიტუაცია, პრობლემური სიტუაცია, ესე იგი, რამდენად აუცილებელია ნათლის მართებული და სწორი შერჩევა, ესე რომ ვთქვა. და რას გაურბიან ხშირ შემთხვევაში შეთავაზების დროს, ანუ რა პასუხისმგებლობა აქვს ნათლიას? ვისაც ეს გააჩნია, ამის გააზრება, პასუხისმგებლობა აქვს იმისა, რომ შენ ამდენად ეცად და სწორად შეასრულე შენ მეორი. ანუ ნახეთ, არც ერთ ადამიანს მეორე ადამიანზე პასუხი არ მოეთხოვება. ანუ ჩვენ არავინ არ მოგთხოვს პასუხს სხვა ადამიანებს, თუნდაც ჩვენი ნათლული საქციელზე და ქმედებაზე. საბოლოოდ ყველა თვითონ აკეთებს პასუხს ღვთის წინაშე, მაგრამ ჩვენ პასუხი მოგვეთხოვება იმაზე, ვინც ავართ ნათლიები, რომ რამდენად გავეცით ის სულიერი კუთხით გულისხმობ, რაც უნდა გაგვეცა, რამდენად გავაკეთეთ ჩვენ. მიმღებლობა და დამტევნელობა სხვა არის ნათლულის, ის რამდენად მიიღებს ამას, რამდენად შეასრულებს, ეს უკვე სხვა საკითხია. შენ რამდენად გაეცი, შენ რამდენად შეასრულე, რამდენად ეცადე, აი ამაში მოგვეთხოვება და ეს თუ არ შესრულდა, ხო მაშინ უმჯობესია როგორც მოგახსენეთ, რომ თავიდანვე უარი ითქვას და იქ მოიხსნება რაღაც მთელი რიგი პრობლემები, პირველ რიგში ნათლიისთვის, რომელიც მე უკვე ხდება ღვთის წინაშე პასუხისმგებელი ამაზე. და პასუხისმგებელი თავისი ნათლულის წინაშე და დღეს ისეთი დაძაბული ყოფა და ცხოვრება თუ მე უარ სიტყვის ამაზე პრობლემა ნამდვილად არა, რა თქმა უნდა არ არის პრობლემა ამაზე. მე მახსოვს რომ იყო ესეთ მოდური, ტრენდული, თუ მაქვს უფლება ეს ტერმინები გამოვიყენო, ანუ რაც შეიძლება მეტი ნათლიან თუ ეყოლებოდა. დიახ, მაგრამ დღეს წესი დარეგულირებულია. დიახ, არა მარტო არა შეიცვალა, მაგრამ აღდგა ძველი წესი. კი, აღდგა ძველი წესი. საუკუნეთა მანძილზე დადგენილი იყო, რომ ნათლია უნდა ყოფილიყო 1 ან მაქსიმუმ 2. შემდეგ ახლა იგივე საბჭოთა პერიოდს ბევრი ცუდი უკავშირდება, მათ შორის ეს მომენტიც იყო უარყოფითი, იქიდან გამომდინარე, რომ უამრავი ნათლია იყო დაყენებული. და არის ხალხი, რომელიც ყავთ ნათლიები ყავთ 10-15 ესე. მე ვიყავი, ახლა მოგეხსენებათ, ბევრი სუფრასთან მიწევს თამადობა და ერთ-ერთ ნათლობაში ვიყავი, სადაც 20-მდე ნათლია იყო. ეს ახლო წარსულია თუ? წლების წინ. სანამ ეს კანონი იქნება, სანამ ეს დადგენილება მიიღებოდა სინოდის მიერ და ну ახლა დიდი ასაკის არც მე არა ვარ ასე რომ ახლო წარსულა ჩავთვალოთ. და როდესაც ათხექცერე ნათლიები და აი 14-კი აბა დამენახეთ და ეს ამდენი ადამიანი რო წამოდგა ფეხზე, მეთქი თელ სუფრას კი არ ვატყეძელებ, თურმე ესენი სულ ნათლიები არიან და მე ისიც ვიხუმრე, კიდე ხო რა მიხართ არ მოგეიდოთ ფეხს წამოდეკით მეთქი. ეს რა თქმა უნდა არასწორი იყო და არის. რაც შეეხება ის წმინდა სინოდის მიერ 2023 წლის ნოემბერში იყო როგორც მახსოვს, აღდგა ის ძველი წესი. ანუ მე რაღაც უკმაყოფილება იყო ხალხის ნაწილში, რომ ეს რაღაც ახალი არ მოუგონიათ. აღდგა ძველი წესი, აღდგა, რომ ესე იგი ნათლია უნდა იყოს 1 და თუ იქნება საჭიროებაში მეტის უნდა იყოს 2, მეტი არა ნათლია. და აქაც უკვე სქესით სწორად განისაზღვრა, როდესაც ინათლება ზრდასრული ადამიანი თუ ნათლია არის 1, მაშინ უნდა იყოს იდენტური სქესის. ანუ თუ ქალი ნათლია ზრდასრული უნდა იყოს ქალი ნათლია, თუ კაცი ნათლია უნდა იყოს კაცი ნათლია. ესეც გეტყვით აგიხსნით მაგას, ანუ სულიერ მშობლობასთან არის ეს დაკავშირებული და თუ მეორე ნათლია იქნება მაშინ აუცილებლად უნდა იყოს ის განსხვავებული სქესის. ანუ ნათლია თუ 2 იქნება, 1 ქალი უნდა იყოს, 1 კაცი უნდა იყოს. აი ბავშვის შემთხვევაში როდესაც ბავშვი ინათლება, თუ ნათლია 1-ია, სქეს არ აქვს მნიშვნელობა, რომელიც სქესის იქნება ნათლია არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ თუ 2 იქნება ბავშვის შემთხვევაში ნათლია, მაშინ იქაც უნდა იყოს დაცული ეს წესი, რომ 1 მამაკაცი და 1 ქალი უნდა იყოს. ის რომ ნათლია დაკავშირებულია მშობლობას, სულიერ მშობლობასთან, როგორც ადამიანს ვერ ეყოლება 2 მშობელზე მეტი, ისე ვერ ეყოლება 2 ნათლიაზე მეტი. და აქედანაც არის ნაკანახევი, რომ თუ 2 ნათლია, მაშინ უნდა იყოს განსხვავებული სქესის, როგორც ეს არის მშობლების შემთხვევაში და ძალიან სწორი და მართებული წესია მე ვფიქრობ. გძანეთ რომ ეს წესი კი არ შემოვიდა, აღდგა, მაგრამ ჩვენ ქართველები ვართ და გვიყვარს ეს ლავირება. ანუ დღეს გამორიცხულია, ვთქვათ. უკვე გამორიცხულია. იყო რაღაც თავიდან ცოტა დარღვევები, იყო, იმიტომ რომ მაგრამ
ადამიანური მომენტია, იმიტომ რომ ცოტა გაუჭირდა თამასთან შეგობა, მაგრამ უკვე დღეს მე მაგათაც ზუსტად ვიცი რომ გამორიცხულია ორ ნათლიაზე მეტი დააყენა. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ესე თვითონ სინოდის დადგენილებაში წერია, თუ ბავშვის ნათლია იქნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მაშინ ის არის მესამე ნათლია და ეს არის დაშვებული ამ შემთხვევაში. გასაგები. ლაშა, იცი რა მაინტერესებს? ჩვენ ნათლის ვალდებულებებზე საუბრობთ და ნათლულებს თუ ნათლს აქვს ვალდებულება ის რომ ნუ პირველ რიგში იყოს მორჩილი თავისი ნათლის მიმართ. მორჩილი რაში? სარწმუნოებრივ ცხოვრებაში, დადებითში, იყოს მლოცველი თავისი ნათლისთვის, ანუ ის ჯვარი, რომელიც ნათლიამ აიღო, ნათლურისთვის მიმქონვა ნათლიამ, თვითონ შეეწიოს ამ ჯვრის ზიდვაში და ის მცდელობა, რომელიც ექნება ნათლიას მისკენ გაღებული, არ ჩაიაროს, აი მცდელობამ არ ჩაიაროს ფუჭად, არ ჩაიყაროს წყალში და რაღაც ნათლისთვის არ აღმოჩნდეს ერთგვარი ხელის შემჩნელი ფაქტორია დამაბრკოლებელი თვითონ თავისი ცხოვრებისთვის. ანუ აქაც პასუხისმგებლობა კი რა თქმა უნდა ნათლის მხრიდან უფრო მეტია, მაგრამ მაინც ორმხრივი არის, ანუ განცემა და მიღება და როდესაც გაცემული ამ შემთხვევაში სულიერი კუთხით გულისხმობ, აღმოჩნდება ჰაერში გაშვებული, აღმოჩნდება ისე რომ წყალში დათესვა ხوار შეიძლება წყალში თუ რაიმე მცენარის თესლი გადაუშვის, ნაყოფს არ გამოიღებს, ხო? აი ესეთი ნიადაგი არ უნდა აღმოჩნდეს ნათლისთვის, რომ ის იყოს წყალში გადაყრილი მცენარის თესლივით არ უნდა იყოს. თუმცა ეს მაინც არ აძლევს ნათლიას იმის უფლებას, თუ ესე იქნება, რომ რაღაც დადააკლოს, შესუსტეს მისი მონდომება, არა პირიქით, იმიტომ რომ ღვთის წინაშე მას თავისი მაინც საბოლოოდ მაინც მოეკითხა. მაშინ ძალიან დიდი ჯაბასი იყო სოციალურ ქსელში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, ნათლიამ უნდა მიულოცოს ეს პირველმა თუ ნათლულმა და არ ვიცი, თავად მოკარი თუ არა თვალი, მაგრამ დავხარჯე ხო რამდენიმე დრო იმისათვის რომ ეს კომენტარები ამომეკითხა. ახადე მოდი ფარდა ყველაფერს. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ვინმეს მიულოცავს, რამშობა ჩვენ ქრისტეში ყველა ერთი ვართ. თუმცა უფრო ლამაზი იქნება ამ დღეს თუ ნათლული მიულოცავს ნათლიას, ამითაც გამოხატავს თავის განსაკუთრებულ სიყვარულს, მორჩილებას, პატივისცემას და ერთგვარად მან ვინც შეაერთა ქრისტეში, ვინც მოწმია, ვინც ესე რომ ვთქვათ, შუამავალია იმისათვის ერთგვარად რომ ის ქრისტესთან შეერთებულიყო, ამით გამოხატავს, რომ ის მიულოცავს პირველი ნათლობის ნათლისღების დღესასწაულს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია და სასურველია, თუმცა ის რომ ეხა დოგმა იყოს, რომ უნდა პირველად მიულოცოს, ესე არ არის რა თქმა უნდა. ეს ალბათ ჩვენი ადამიანური ბუნება, ადამიანური მომენტებია. თავი მან დამითმოს დრო. ნუ, მაგრამ უმჯობესია, რომ ნათლულმა ამ დღეს მაინც გამოიჩინოს ნათლის მიმართ უფრო გამორჩეული პატივისცემა. კარგით. დავბრუნდეთ ისე 21 საუკუნეს ახალ გამოწვევებს და რამდენად მიგაჩნიან თუ როგორ უნდა იყოს ეს საკითხი მოგვარებული, უნდა ინათლებოდეს თუ არა ადამიანი, როცა დასრული გახდება მოწვევანი და არა იქამდე ან ბავშვი უნდა ინათლებოდეს, აი რომ გავიაზროთ ჩვენ ეს ყველაფერი და რაღაც მშობლები არ იღებდეს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, არ არჩევდეს ნათლიას და არ ვიცი. ქმნის თუ არა შემდეგ ეს დაბრკოლებებს. იცით რა არის, არა. ბავშვი აუცილებლად მოინათლოს დაბადებისთანავე, ნუ როცა მოინათლება რაც უკეთესი, რაც მალე მით უკეთესი. ეს თვითონ ჩანს, რომ ერთ-ერთი მომენტია კიდევ, როდესაც უფალი ამბობს, რომ დააცადეთ ყმებსა და მაგას მოაკავებთ მოუშვით ჩემამდე, არის ერთ-ერთი მომენტი. ეს სხვა მომენტია, მაგრამ ესეც შეიძლება ჩვენ გამოვიყენოთ ამისთვის, რომ უფალი ამბობს ბავშვებზე, რომ ჩემამდე მოუშვით. ანუ ჩემამდე მოშვებაში ჩვენ ესეც შეგვიძლია სიმბოლურად გამოვხატოთ, რომ ნათლისღების საიდუმლო აუცილებლად უნდა შესრულდეს, რაც ადრე მით უკეთესი. ნახეთ, მე გითხარით, რომ ღმერთი არავის არ წაიღებს უკან იმას, რაც მოგვცა, ანუ რაზეა საუბარი, თავისუფალ ნებაზე. და აი თავისუფალი ნება ნათლისღების საიდუმლოს მიუხედავად ადამიანში ხო რჩება. ის ღმერთის მიერ მოცემულია, ჩადებული არის თავისუფალი ნება და ნათლობის საიდუმლო ამას ვერ წარხოცავს და არ წარხოცავს, იმიტომ რომ თავისუფალი ნება ღმერთის მოცემულია და ნათლობის საიდუმლო ჩვენ ღვთისმშობლის პატივს ვიღებთ და როდესაც ადამიანი მონათლულია, თუ მას მერე გაუჩნდება დასრულ ასაკში სურვილი, რომ სამწუხაროდ და საუბედუროდ შეიცვალოს სარწმუნოებრივი მდგომარეობა და სხვა რელიგიის მიმდევარი გახდეს, მას ამაში ხელს არ შეუშლის ნათლისღების საიდუმლო. მას არ ეშლება ამაში ხელი, ის თავისუფალი ნება მასში მოქმედებს. ანუ ეს მომენტი არის გასათვალისწინებელი, რომ ის მონათლულია, მაგრამ თავისუფალი ნება მას დარჩა და ვერავინ ვერ წაართვენს იმ თავისუფალ ნებას. ასე რომ ჩვენ როგორც დაწერილია წმინდა წერილში, რომ არა განსცადო უფალი ღმერთი შენი, არ უნდა გამოვცადოთ ღმერთი იმ კუთხით, რომ და არც ერთი კუთხით და მათ შორის ამ კუთხითაც, რომ აი ველოდოთ, რომ აი რაღაც
ხვალზე და ის ხვალზე მასზე და მე მონათლა ბავშვი ჩვენ ვიცით ვინ როდის წავა ამ ქვეყნიდან ხო არა ვინ ვიცით ვინ რა ასაკში გავა ამ ქვეყნიდან და ანუ არ უნდა დაუშვათ ის რომ ადამიანი წავიდეს მოუნათლავი ამ ქვეყნიდან და პოტენციურადაც მაინც შეიძლება არ იყოს მონათლული მაგრამ იყოს ისეთი კარგი ადამიანი ანუ მოუნათლავ ადამიანს აბსოლუტურად ეკეტება ღვთის საეკლესიო სწავლებით ასე დიახ და ნახეთ რა ხდება ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული ეს თვითონ მაცხოვარმა თქვა ვინც არის ეს წყლისაგან და სულისაგან ის ვერ შევიდა სასუფეველში ანუ ადამიანი შობა თუ არ მოხდა სასუფევლისთვის თუ არ იშვა ადამიანი სასუფევლისთვის ხო ის ხო ისე ვერ შევა სასუფეველში ანუ ჩვენ რომ მოვდივართ ამ ქვეყანაზე ჯერ უნდა ვიშვეთ დედის წიაღიდან ხო ისე ვერ შემოვალთ ამ თუთის სოფელში დედის წიაღიდან ფანჯრიდან და ვერც გარეთ არა ნუ გინდა ფანჯრა დაარქვი და გინდა კარი დაარქვი ეს ესია ხო ისეა ნათლისღებაც რომ თუ არ იშვება ადამიანი წყლისაგან და სულისაგან ვერ შევა სასუფეველში და ნახეთ ჩვენ ხანდახან გვისამენავთ აი რატო ღმერთს მეტი მოწყალები რატო გვინდა საკუთარი თავი გამოვიყვანოთ აი გვინდა რაღაცა ღმერთს მეტი მოწყალე წამოშვიდეთ ეს ღმერთმა დაადგინა რომ ესე არის ნათლისღების საიდუმლო არის კარი და თუ კარში არ შესულხარ იმ სივრცეში როგორ მოხდები ეს მომენტი არის ანუ ყოველდღე დავუშვებდი საეკლესიო სწავლებით ესე არის ჩვენ ღმერთმა ასე გვითხრა და ჩვენ ღმერთმა რაც გითხრა ჩვენიც უნდა გვწამდეს და გვჯეროდეს თქვენ ბრძანეთ რამდენიმე წუთის წინ რომ მონათლულ ადამიანსაც შეუძლია შეიცვალოს რელიგია და ასე შემდეგ. ანუ ეს ავტომატურად ნიშნავს რომ სრული შემთხვევაში შეიძლება ნათლობის ანულირებაც მოხდეს. ძალიან დიდი ბჭობა იყო ასევე. გადაცემასაც ამზადდა იყო ეგეთი შეკითხვებიც, ხო? ნათლისღება არის ანუ ერთხელ სრულდება. ნახეთ არის საიდუმლოებები ეკლესიაში რომელიც განმეორებადია და არის საიდუმლოებები რომლებიც არ მეორდება. არ მეორდება ნათლობა მირონცხება მღვდლად ხელდასხმა თითო დიაკონად მღვდლად და ეპისკოპოსად თითო ხდება ხელდასხმა ეს სამი საიდუმლო არ მეორდება ეკლესიაში არასოდეს მეორდება ისა სინანული საიდუმლო მეორდება ზიარების საიდუმლო მეორდება ზეთის კურთხევის საიდუმლო და ანუ ეპისკოპოსის საკურთხევის შემთხვევაში მეორდება ასევე ქორწინების ჯვრისწერის საიდუმლო ეს 4 განმეორებადი არის. აქედან ის სამი რომელიც გითხარით, ნათლისღება, მირონცხება და მღვდლად ხელდასხმა თითო ხარეში თითოჯერ ეს არ მეორდება. ერთადერთია სიცოცხლეში. აქედან გამომდინარე იქ წამშიც გვიწერია ჩვენ სარწმუნოების სიმბოლოში, რომ აღვიარებ ერთ სანათლისღებას და მოსატებელად ცოტა. ანუ ესაც ადამიანი სამწუხაროდ მონათლული ადამიანი ხდება სხვა რელიგიის მიმდევარი იქ ნათლობის საიდუმლო შემდეგ განმეორებით არ სრულდება თუ ის დაუბრუნდება ეკლესიას ის მონათლულია ის ნათლისღება შესრულებულია უბრალოდ ეკლესიაში დაბრუნების შემთხვევაში ის მას დაედება სათანადო ეპიდემია ანუ სათანადო საეკლესიო კანონიკური სასჯელი რომ ის განიკურნოს სულიერად იმ ცოდვისგან რაც ცოდვაც არის სხვა აღმსარებლობაში სხვა დენომინაციაში გადასვლა და დაბრუნებისთანავე მას მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევით ან თვითონ მღვდელმთავარი ან თვითონ მღვდელი დაადებს შესაბამის საეკლესიო ეპიდემიას და ამ ეპიდემიის შესრულების შედეგად იგი უერთდება უბრუნდება ქრისტეს ეკლესიას თუმცა განმეორებით ნათლისღება არ სრულდება ნათლისღება უკვე მასე შესრულებულია და ხდება იმ ნათლობით ისე უკან მისი უკან მიღება ეკლესიაში. ლაშა, ამგვარად გამოწვევებით ახსოვსე ნეგატიურ გარემოში, რამდენად მნიშვნელოვანია სულიერის სწავლება და რას გულისხმობ? იმისათვის რომ ეს ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გამოვიყენოთ, ჩვევად გადაგვექცეს, ხო? და რაღაც ფასადურად არ შევიდეთ ეკლესიაში, არ ვესაუბროთ ღმერთს და რაღაც მხოლოდ მაშინ როცა ფიქრობთ, რომ ძალიან დიდი ცოდვა ჩავიდინეთ ან არასწორად მოვიქეცით. ანუ ყოველდღიურ რეჟიმში მარტივად როგორ უნდა დავნერგოთ ეს ყველაფერი? იცით რა არის, ადამიანი რამდენად მორწმუნე და რამდენად ცხოვრობს ღვთისათნოდ, ამას ტაძარში იმდიდად ვერ შევამჩნევთ. ტაძარში ყველა ღვთისათნოა, ტაძარში შეც ადამიანი, იქ გარემოა ისეთი, ის სივრცეა ისეთი, ის სწორედ ამისთვის არის. იქ ჩვენ ვერ შევატყობთ ადამიანს, უბრალოდ სხვას კი არ საკუთარ თავს ვერ შევატყობთ. აი როდესაც ადამიანი ტაძრიდან გამოდის და უბრუნდება წუთისოფლისეულ ყოფა ცხოვრებას, იქ ჩანს მისი მორწმუნეობა. ტაძარში არ ჩანს, ტაძარში ყველა მორწმუნეა. ტაძარში ახლა ისეთი ადამიანს, რომელიც წელიწადში ერთხელ მიდის ეკლესიაში, ისიც რო შეხედო, იმასაც დაინახო, რომ პირჯვარს იწევს და სანთელს ანთებს. ღირსიანების მომენტი კიდევ სხვა არის, ხო? მაგრამ აი გარეთ უფრო ჩანს ადამიანის ცხოვრება, უფრო კი რომ უმეტესად ჩანს ადამიანის ცხოვრება. და უკვე ჩვენ თავზე იქ ჩვენ ან ვართ დამადასტურებლები იმისა, ისთვისაც თუ ცხოვრობთ სარწმუნოებისთვის ცხოვრობთ, ან ვართ უამყოფელები, ან ვართ მონანულები, ან ვართ ფარისევლები.
და ეხა იქნება მალე მეზვერისა და ფარისევლის კვირა, ხო ეს სანამ აღდგომის მარხვა იწყება დიდი მარხვა, ამის 3 კვირით ადრე არის მეზვერისა და ფარისევლის კვირა. მალე იქნება თუ არ ვცდები 1 თებერვალს იქნება ალბათ დადგება. ანუ არ უნდა ვიყოთ ფარისევლები, უნდა ვიყოთ მონანული მეზვერეები და ეს ჩვენზეა დამოკიდებული რა თქმა უნდა. მაპატი ამ შედარებისთვის ეს ყველაფერი დიეტა ხო არ არის რომ დავიცვათ, მაგრამ მაინც როგორ უნდა მომართოთ ჩვენი გონება, როცა ხშირ შემთხვევაში გაცილებით მეტ დროს ვირტუალურ სამყაროში ვატარებთ, გვინდა თუ არ გვინდა, ვიდრე რეალურად ვცხოვრობთ აქ. ეს ბოლო დროის გამოწვევებმა ცხადიყო, რომ ვირტუალური გარემო ძალიან დიდ ადგილს იკავებს ადამიანის ცხოვრებაში, ხო? თუმცა ეს ვირტუალური გარემო შეგვიძლია ჩვენ დადებითად მოვიყენოთ. იქაც არის ბევრი რაღაც სასიკეთო საქმე, რომელიც შეიძლება სხვების სასიკეთოდ მიმართო ადამიანმა საკუთარი თავის სასიკეთოდ მიმართო და შემდეგ ისევე როგორც არის ელემენტარული პურით შეგიძლია საკვები საჭმელი მოამზადო და პურით შეიძლება ადამიანი მოკლა, ხო? ბოდიში დანით კაცო. პურებს არა, დანით შეიძლება პური დაჭრა, ამის თქვა მინდოდა. დანით შეიძლება პური დაჭრა და საკვები მოამზადო და შეიძლება ადამიანი მოკლა, ამის თქვა მინდოდა და ასე არის ეს მომენტი, რომ გაჩნია შენ რაც რისთვის გამოიყენებ. ანუ ნებისმიერ საკითხს, ნებისმიერ ისევე როგორც ნებისმიერ საგანს ადამიანი თვითონ აძლევს მიმართულებას. და ამ მიმართულებას უკვე გააქვს თავისი შედეგი და ვიცით რა, რომ კარგია თუ ცუდია, ფაქტია, რომ ჩვენს მიერ არჩეულ გეს, ნებისმიერ საგნის, ნებისმიერი საკითხის მიმართ მხოლოდ ჩვენთვის არ მოაქვს ხოლმე შედეგი. ეს შედეგები აისახება ჩვენი ოჯახის წევრებს და ჩვენი მყოფებს, ისევე როგორც მათი. მარტო ჩვენგან ხო არ არის. ჩვენი მყოფების გარკვეული შედეგები, მე მაგალითად მქონია შემთხვევა, რომ რაღაც ჩემი ახლო ადამიანის გამო მე მომიწია რაღაცაზე პასუხის. ანუ კარგი გაგებით, ანუ რომ ეგრე არ არის და სხვანაირად არის, ანუ და რაღაც მომენტი, ხო ეს ცხოვრებისეული სოციუმი ესე არის და ესე არის ადამიანი, როდესაც რაიმე გადაწყვეტილებას იღებს, ეს ვირტუალურ გარემოშია თუ რეალურ გარემოში, იქ უნდა იცოდეს, რომ პირველ რიგში საკუთარ თავს შეეხება, მაგრამ მხოლოდ საკუთარ თავს არ შეეხება. მის გარშემოყოფებსაც და იქ დამაზარებელი და დამაზიანებელი მინიმუმისთვის არ უნდა გახდეს ადამიანი და მისი ქმედება. ვიდრე მოდი შევაჯეროთ ჩვენი შეხვედრა, დავუბრუნდეთ იმ უნიშნელოვანეს თემას, ანუ ვიდრე დავთანხმდებით, გავხდეთ ნათლია, ძალიან ბევრი რაღაც უნდა გავიაზროთ. როგორც ბრძანე, თქვათ უარი არ არის ეს გასაფასებელი მომენტი და შევაჯეროთ მოკეთ რა გვიტოვა ეს მოკლეს შეჯამება. ნუ კიდევ ერთხელ მოგხრო, ნათლის ხებით, ანუ ნახეთ, უფალმა ნათელი იყო ჩვენთვის, კიდევ ერთხელ ჩვენთვის. ჩვენ კი საკუთარი თავისთვის ვიღებთ ნათლს. ნათლის ხების საიდუმლოდ იწყება გზა, თუმცა ეს გზა არ ნიშნავს იმას, რომ უეჭველი სასופველამდე მიგვიყვანს. იდეაში ეს გზა სასופველამდე მიდის, მაგრამ ჩვენ რამდენად გავყვებით ამ გზას, რომელიც ნათლობისას იწყება, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. იქ არის გვერდით მარჯვნივ და მარცხნივ რაღაც გადასახვევები, რომლებიც აგვაცნეს ჩვენ იმ გზას და ვიყოთ იმის ღირსნი და ვიცხოვროთ ისე, რომ ის გზა, რომელიც დაიწყო ჩვენი ნათლობისას და საიდანაც მიდის ეს გზა, სწორედ იქ მისულიყავით. ამ გზას გავყოლოდით და არა სადმე სხვაგან გადავჩეხილიყავით. და თქვათ ისიც, რომ დაუმეგობრდეთ ღმერთს, არასოდეს არ არის გვიანი და როგორ დავიწყოთ ეს? სულ ამბობთ მაგას ჩვენ, რომ მსახურება ღმერთისა გადის მსახურება ადამიანებს. თუ ადამიანი მსახური არ ხარ, ღმერთის მსახური არ იქნება, ღმერთი ჩემი მსახური არაფერს არ ჭირდება. ღვთის მსახურება გვჭირდება ჩვენ. აი ადამიანებს უკვე ჩვენი თანადგომა და შეწევნა ჭირდება. და ადამიანებს, როდესაც თქვენ გვერდით დაუდგებით და თანადგომად ვექცევით, ეს გზა უკვე გადის ღმერთთან დამეგობრებაზე. ასე რომ არასოდეს არ არის გვიანი რაღაცები შევცვალოთ დადებითისკენ. როგორც ყოველთვის სასიამოვნო იყო თქვენი მოსმენა, მადლობა რომ დრო დაგვიყვეთ. დღეს გისურვებთ და დაახლოებით 2 კვირით დაგემშვიდობებით. დიახ, გემშვიდობებით 2 კვირით. აქტივი იყო, ყოფილიყავით თქვენი მასპინძელი. დღეისათვის გადაცემა შუა 4 ქუთაისში ამით დასრულებულია. ისტორიის დოქტორი, თეოლოგი, პროფესორი ლაშა დეისაძე შარვაშიძე გახდა ჩვენი სტუმარი. ბედნიერი დღე მისურვებია თქვენთვის. გადაცემის წამყვანი გახდით მე, ნანა თევდორაძე, კაცმიღმა ტრადიციულად ლიკეთ შოგოვაძე მუშაობდა. კარგ დღეს გისურვებთ და გემშვიდობებით, ხოლმე საუკეთესო სურვილებით. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.